გამარჯობათ, მსმენელისგან შევეჯახე იმ პრობლემას, რისთვისაც საერთოდ დავიწყე მე ამ ვიდეოების ჩაწერა. ანუ მე ვცდილობ, რომ ადამიანებს ვასწავლო კონტექსტის გაგება. არა ფაქტების გაგება, არამედ კონტექსტის გაგება. ანუ რას ნიშნავს ეს? როდესაც ნოე ჟორდანიას არ უნდოდა, რომ გამოეცხადებინა საქართველოს დამოუკიდებლობა, ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. მაგრამ თუ განვიხილავთ ამ ფაქტს ზოგად კონტექსტში, ანუ იმ სიტუაციაში, რაც იყო მაშინ შექმნილი საქართველოს ირგვლივ, მაშინ ჩვენ მივხვდებით, რომ ნოე ჟორდანიას კარგი უნდოდა საქართველოსათვის და სხვათა შორის რაღაც აი მცირე ეჭვებით, რადგანაც ნოე ჟორდანიაც და რუსი ბოლშევიკები იყვნენ ერთი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები, ეს იყო მენშევიკი, ეს იყო ბოლშევიკი და სტალინის გულისხმობ, მათ ჰქონდათ ერთმანეთში ურთიერთობა და ასე ვთქვათ, მისასვლელი გზები იცოდნენ. მე ვარაუდობ, რომ ნოე ჟორდანიას სურვილიც იყო საქართველოს ოკუპაცია, რომ შემოსულიყო რუსული ჯარი, საბჭოთა ჯარი, წითელი არმია, რადგანაც ნოე ჟორდანია ხედავდა, რომ თუ საქართველო ისევ არ დაუბრუნდებოდა რუსულ სივრცეს, მაშინ ევროპა საქართველოს დაგლეჯდა. ანუ წარმოიდგინეთ, რომ აღსრულდა სევრის ხელშეკრულება, ანუ ის განზრახვები, რაც ჰქონდათ ევროპას და ამერიკას საქართველოს მიმართ. ეს საქართველოს ჩამოეშორებდა ძალიან დიდ ტერიტორიას და დანარჩენი საქართველო რჩებოდა ფაქტიურად არასიცოცხლის უნარიანი, იმიტომ რომ აფხაზეთი ისედაც არ იყო მაშინ, ანუ აფხაზეთი არ იყო, სევრის ხელშეკრულება შესრულდებოდა, ანუ ნახევარი საქართველო ფაქტიურად უკვე გადადიოდა სომხეთის შემადგენლობაში, იქით თურქეთის ტერიტორიებიც, რასაკვირველია, სომხეთი გადიოდა შავ ზღვაზე, ანუ საქართველო კარგავდა შავი ზღვის კარიბჭის როლსაც. და ფაქტიურად გამოდიოდა ისე, რომ ეს რჩებოდა აბსოლუტურად მოწყვლადი ტერიტორია. საქართველო აღარ იქნებოდა ფაქტიურად. ანუ შენ თუ არ იცი კონტექსტი, მაშინ შენ ადვილად იბნევი ფაქტებით და სხვათა შორის ეს მასების მართვის ერთ-ერთი ძალიან ქმედითი მექანიზმია, როდესაც ადამიანებს არ ასწავლიან ზოგადად საერთო სურათის ხედვას და მათ მხოლოდ აბნევენ ამა თუ იმ ფაქტით. აი მაგალითად წარმოიდგინეთ ყველაზე ლამაზი სურათი ბუნების, სადაც არის ბევრი ფერები, მაგრამ ამ ერთი დიდი სურათიდან ამოიღებენ იმ ნაწილს, სადაც მაგალითად არის ქვემოთ მიწა და ის შავი ფერი ან ყავისფერია. და იმ ამოჭრიან ესე კვადრატს და აჩვენებენ ადამიანს, რომ რა არის, რა ზიაო ეს სურათიო, რომ შეეკითხო. ალბათ უმრავლესობა ეტყვის, რომ ეს მალევიჩის კვადრატიაო, ხო? მაგრამ მალევიჩის კვადრატი არ შეიძლება ეს იყოს, იმიტომ რომ ეს არის ამოჭრილი ძალიან ლამაზი სურათიდან, სადაც არის მრავალფეროვანი მდელო, ბევრი ყვავილები და ასე შემდეგ. და შეუძლია იმ ადამიანს, რომელიც ამ შავ კვადრატს დაინახავს, ძალიან ესე იგი მუქ ფერებში წარმოიდგინოს. სანამ ის არ შეხედავს მთლიანად სურათს, და როდესაც ის ადამიანი შეხედავს მთლიანად სურათს, მაშინ ის შავი კვადრატი და ის მიწის ფერი, რაც ქვემოთ იქნება, ხო, შავი ფერი ან ყავისფერი ან რაღაც მუქი, მას საერთოდ დაავიწყდება და უკვე ამაზე არავინ აღარ იფიქრებს. ანუ მე რა მინდა გითხრათ. აზროვნებისას ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ კონტექსტზე, უნდა ვიფიქროთ კონტექსტზე და არა რამე ამა თუ იმ ცალკეულ ფაქტებზე. აქედან გამომდინარე, მე არ შემიძლია ვისაუბრო რაღაც 10 საათი ან 15 საათი, მე ვცდილობ, რომ 6-7 წუთში, მაქსიმუმ 10 წუთში ჩავატიო რაღაც სათქმელი, ამიტომ ეს არ არის საკმარისი მთლიანი კონტექსტის გაგებისთვის. ამიტომ იმსჯელებთ მხოლოდ ცალკეული ვიდეოების განხილვით ან
რაღაც უაზრო კომენტარებს ნუ დადებთ, იმიტომ რომ მე მაინც ვშლი ამ უაზრო კომენტარებს, თუ რამე იქნება ნორმალური კითხვა, აუცილებლად გავცემ პასუხს. ამიტომ მოგიწოდებთ რომ გააზიაროთ ჩემი ვიდეოები, რომ უყურებთ და იგებთ თუ არ ვიცი, თუ ვერ იგებთ, ჯერ მას შემეკითხეთ თუ ვერ იგებთ, მოდით ერთად ვეცადოთ რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს ეს ახალი აზროვნება, ასეთი რამ არ არის, აქ რაღაც ერთი და იგივე დატკეპნილი თემებზე საუბრობენ 35 წელია და კი ხედავთ სადაც ვართ, ხო? ის თემები, რაზედაც მე ვსაუბრობ, ეს არ არის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, საერთოდ სხვა დონეა რა, აი თქვენ თვითონ დააკვირდებით, რომ ეს აზროვნები საერთოდ სხვა დონეა. ამიტომ მოდით გავავრცელოთ ეს, რაც უფრო მეტი კითხვები დაიბადება, უკეთესია, აუცილებლად გავცემ პასუხს, უფრო გავიგებთ ზოგად კონტექსტს და არ ავირევთ ჩვენს აზროვნებას ამან თუ იმ ფაქტებით. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ არხი, დააფინანსეთ, გააკეთეთ დონაცია და გვპირდებით, რომ თქვენი აზროვნება უფრო საინტერესო გახდება. დიდი მადლობა.